გამარჯობა, BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანდია. ქართული ოცნების ეკონომიკური გუნდი ლონდონში EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობს და road-show-ებს მართავს, ანუ ხვდებიან პოტენციურ საერთაშორისო ინვესტორებს. ვინ და რითი შეიძლება დავაინტერესოთ ჩადოს ფული დღევანდელ საქართველოში, რამდენად იმსახურებს ჩვენი ეკონომიკა რეპუტაციული საერთაშორისო ინვესტორების ნდობას და რა ტიპის ინვესტიციების და ინვესტორების მოზიდვა ყველაზე რეალისტური ქვეყანაში, რომელსაც ჰყავს სანქცირებული საერთაშორისო პარტნიორებისგან არაღიარებული მთავრობა, რომელმაც ქვეყნის ევროინტეგრაცია სამწუხაროდ შეაჩერა. რამდენიმე წუთში ჩვენს კითხვებს ბიზნესმენი, ანალიტიკური ცენტრი GeoCase-ის მრჩეველთა საბჭოს წევრი ნიკოლოზ ალავიძე უპასუხებს. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორს, არის ანტრეპრენერი, გავლენის ინვესტორი, საბანკო, საფინანსო, ბიზნეს კონსალტინგის და მენეჯმენტის სფეროებში 20 წელზე მეტი გამოცდილებით. ვიდრე ინტერვიუს დავიწყებთ, მოკლედ გეტყვით, რომ ოცნების ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობს თავის მოადგილეებთან ერთად. ლონდონშია ნათია თურნავაც და ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები მინისტრთან ერთად ლევან დავითაშვილიც დიდ ბრიტანეთშია. ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის თანახმად ლონდონში საფონდო ბირჟა უმასპინძლებს, როგორც ვიცით, დღეს უმასპინძლა საქართველოს საინვესტიციო ფორუმს, რომელშიც 180-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიიდან. BMG-ის ლონდონის საფონდო ბირჟასთან BMG-მ დააზუსტა და ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ფორუმი დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით იმართება. ასევე ჩვენი ინფორმაციით ლონდონშია რამდენიმე მსხვილი ბიზნესმენი, მათ შორის ლონდონის ბირჟაზე დალისტული ბანკების ხელმძღვანელი პირები. საინტერესოა ისიც, რომ როგორც გუშინ სოციალურ ქსელში პარტია თავისუფლების მოედნის წევრმა დავით ჯინჭარაძემ დაწერა, ლონდონში საქართველოს საელჩომ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების საინვესტიციო ფორუმის სტუმართა სიიდან ჩახსნა ინფორმაციის გადამოწმებას BMG-ის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეეცადა, მაგრამ უშედეგოდ სავარაუდოდ ეს მოქალაქეები დღეს ფორუმამდე შეხვდნენ იქ მყოფ ჩვენს წარმომადგენლებს, როგორც ბიზნესმენებს, ასევე მთავრობის წევრებს და სიტყვიერ შელაპარაკებასაც ჰქონდა ადგილი სამწუხაროდ. მოლოდინი გვაქვს, რომ ფორუმი წელსაც ძალიან საინტერესო და პროდუქტიული იქნება, აცხადებს ირაკლი ნადარეიშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომელიც სამინისტროს პრეს-რელიზის თანახმად საქართველოს საინვესტიციო შეთავაზებაზე საუბრისას ყურადღებას რამდენიმე მიმართულებაზე ამახვილებს, ესაა ბიზნესის კეთების სიმარტივე, საგადასახადო გარემო და ის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რომელსაც ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია. ის მაჩვენებელი, რომ ჩვენი საინვესტიციო პორტფელის 60%-ზე მეტი არის რეინვესტირება, კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ინვესტორები საქართველოს განიხილავენ არა როგორც მხოლოდ სტაბილური ეკონომიკის ქვეყანას, არამედ როგორც საკუთარი ზრდის პლატფორმას, უთქვამს ლევან დავითაშვილის მოადგილეს ამ ფორუმზე. საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა ინვესტორებისთვის მიმზიდველია და ქვეყნის მიმართ დაინტერესება მაღალია, აცხადებს ლონდონში მყოფი ნათია თურნავა. არ ვიცი რა იგულისხმა მან ინტერესში, ფაქტი ისაა, რომ შარშან პირდაპირ უცხოური ინვესტიციები წლიურად 30%-ით შემცირდა. ფისკალური დისციპლინის შედეგად დღეს ფისკალური პარამეტრები, ვალი, დეფიციტი დაუბრუნდა უსაფრთხო ნიშნულებს, რაც საშუალებას გვაძლევს აქტიურად განვაგრძოთ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება და სტრუქტურული რეფორმები ინვესტორებისთვის მიმზიდველობის გაზრდის მიზნით. ეს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის სიტყვებია, რომელიც ასევე ლონდონში იმყოფება. ფინანსთა სამინისტროს პრეს-რელიზში ეწერა, რომ მინისტრმა ისაუბრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობა და ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მისწრაფებებზე. ნეტა რა მისწრაფებებზე? რას მოჰყავს ინვესტორი ქვეყანაში და ყველაზე მეტად რის გამო გარბიან ქვეყნიდან ინვესტორები? საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე ვსაუბრობთ ნიკოლოზ ალავიძესთან ერთად, რომელიც უკვე ჩვენთან არის სტუდიაში. საღამოშვიდობის ნიკა. საღამოშვიდობის. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. პირველ რიგში თქვენთან საუბარი მინდა დავიწყო EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრით, სადაც ქართული ოცნების ეკონომიკური გუნდი მონაწილეობს, ასევე როგორც პრეს-რელიზებიდან ჩანს პოტენციური ინვესტორებთან ეგრეთ წოდებულ road-show-ებს მართავენ. ჩემი კითხვა იმ სიტუაციაში, რაშიც ოცნებამ ჩააგდო საქართველო, ეს ყველაფერი რაღაც კალენდარული რუტინაა, მონაწილეობისთვის, თუ მაინც გვაქვს შანსი მოვიზიდოთ რეპუტაციული დასავლური ინვესტორები ქვეყანაში?
მოდი ესე ჭიქას შევხედოთ ნახევრად სავსეთ და რაღაც მაინც ილუზიებით დავიდეთ რა და ეს გავაკეთეთ, მაგრამ თუმცა ობიექტურობა არ დაგვავისყრეს პირველ რიგში შენს მეც ყველას ამ საქართველოს მოქალაქეს ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს ამ ქვეყნის გარეთ, მაგრამ საქართველოს ზრუნავს და გული შესტკივა, ამაზე ცალკე ვისაუბროთ მერე, ძალიან დიდი ნაწილი და მნიშვნელოვანი ნაწილი ყველას უნდა რომ ქვეყანამ იყოს კარგად პოზიციონირებული, ყავდეს ხარისხიანი ინვესტორები, ხარისხიანი მეგობრები, რომლებიც ჩვენთან ამ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შექმნიან რაღაც დიდ დოლარს გლობალური ეკონომიკის და ყველა ბედნიერი იყოს და ნუ ეს ადაგიზელოთ სუმპარ ამ. მაგრამ მოდი რეალობიდან გამომდინარე წავიდეთ და ეს შეხვედრები დღესაც ხაც მიმდინარეობს, სამწუხაროდ რაღაც არასასიამოვნო ინციდენტები მოხდა, რაც ძალიან არა სასიამოვნოა, ჩემთვის პირადად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის ესეთი ინციდენტები ნებისმიერ უცხო ქვეყნის დედაქალაქში და ქალაქში არ არის სასიამოვნო ცუდი. რომ გასაგები იყოს იქ ადგილობრივ დიასპორასა და ჩასულ ბიზნესმენებს შორის, ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი ბიზნესმენი ჩანდა, იყო ინციდენტი და სიტყვიერი ძალიან ყველას აქვს ემოცია, ყველა ადამიანი ჩვენ მოკვდავები ვართ ყველა ადამიანი და ძალიან მოკეთ მიუღებელია რა მოდი ასე ვთქვათ და ამითი ყველა ერთად ზიანდები და იმედია რომ ეს რაღაცა ძალიან მოკლე იყო ერთჯერადი ინციდენტი იყო და იქაც დაკაც ყველა დაიღო მაგრამ მოდი კონტექსტიდან მივიდეთ ხო რა შეიძლება ვისწავლოთ ან რას ნიშნავს ასეთი ინციდენტი ვისი ბრალია ვინ ჩაგვაგდო ისევ ამაში მოდი რა ვქნა იცი რა შეგვიძლია ვისწავლოთ ჩვენ ვისწავლოთ იმ შემთხვევაში თუ გვინდა რომ რამე ვისწავლოთ და თუ გვინდა რომ ვისწავლოთ, ვიხვდებით რომ ეს რეალობა შემთხვევით არ გაჩნდა, ეს არის ამ გაუგებარი დაპირისპირების და გაუგებარი არადასაბუთებული თეორიების და ნარატივის შედეგი, რომელიც იქნა დარგული, დაწესილი, შემდეგ კარგად მოვლილი ბჭყალებში, ნეგატიური კონტექსტი და რაღაც გაიზარდა რაღაც მონსტრი, რომელმაც დააკარგა მართვისადავეები, ანუ ვინცაც ეგონა რომ მართავდა, დარწმუნებული ვარ რომ კიდევ გონიათ რომ რაღაც მართავენ ამ პროცესს, მაგრამ არაფერს პროცესს აღარ მართავენ, ეს უკვე თვითმართვადი პროცესია, რომელიც ძალიან დამაზიანებელია ყველასთვის, პირველ რიგში ამ ქვეყნისთვის, ქვეყნის იმიჯისთვის, საქმიანი რეპუტაციისთვის, ტურისტული ნებისმიერი ყველანაირი რეპუტაციისთვის, ქვეყნის შიგნითაც, ქვეყნის გარეთაც. ჩვენ კიდევ ერთხელ არა ვართ ისეთი განსაკუთრებულები, როგორც გონია, რაღაც იმ fairy tale-ებით, ანუ რაღაცა რომ მიდიოდით ღმერთთან და გვაგვიანდა და აბა და ეს ზღაპრების მინდა რომ გაუცრო ყველას იმედი, ვისაც გონია რომ მარტო ჩვენთან არის, ყველა ერთს აქვს ესეთი გამონათქვამი და ესეთი ზღაპარი და ყველა მიხვდა რომ ეს არ მუშაობს და ზოგი 200 წლის წინ, ზოგი 300 წლის წინ, ზოგი თუნდაც 5 წლის წინ და გამოვიდნენ ამენ ჩვენ კიდევ იქ ვართ და ძალიან ცუდია. კითხვაზე თებას რო დაუბრუნდე რა მნიშვნელოვანია ნებისმიერი ფორმატით შეხვედრები ინვესტორებთან. მაინც ღირს, მაგრამ რამდენად შედეგიანი შეიძლება იყოს კითხვა ეს. რამდენად შედეგიანი უნდა იყოს, მოდი ამაზე ვიმსჯელოთ უკვე როცა შეჯამდება და უფრო მეტი ინფორმაცია გახდება მისაღები, თუნდაც ამ შეხვედრაზე იმ 180 დელეგატის შემადგენლობაზე, იმ ინფორმაციის გასვლის ხარისხზე, შემდგომ უკავშირებზე, რომელზეც ვალდებულებაც აქვს სახელმწიფოს და ამ დელეგაციას რომ უფრო მეტი დეტალი მიეწოდოს საქართველოს მოსახლეობას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან თუ არ არიან მათი კონკრეტული ამომრჩევლები, ნუ ყავთ მაგათ თავისი წილი ხო ამომრჩევლების და მინიმუმ მათთვისაც უნდა დაძდონ რაღაცა ისეთი პრემია შესაბამისი ინფორმაცია, ყველაფერი გენიალურად როგორც არის და აქედან გამომდინარე მოგვეცემა საშუალება რომ სიღრმეში შევიდეთ. თუმცა მანამდე მოდი ძალიან მნიშვნელოვანი ასო იყო სიტყვაში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და ამ საჯარო იმიდან რაც იყო წირად ც ესეთი ანუ წინა ფორუმებიდანაც და მასთან შედარებით არა დღესაც არის დიდი ინტერესი. ეს ც რო უფრო დავაკონკრეტოთ და ძალიან მივიდეთ. გასულ წელს ეს EBRD-ის შეკრება იყო სომხეთში, ერევანში, სადაც ასევე ძალიან წარმატებულად ჩაიარა, ძალიან დიდი ყურადღება იყო, ძალიან ბევრი ინტერესი, დიდი ინტერესები იყო კონკრეტული ქვეყნების ამ ფორუმის ფორმატში და რა თქმა უნდა საქართველოს წარმოდგენილი იყო, იმიტომ რომ ჩვენც ერთ-ერთი წევრი ვართ დამფუძნებლებში კი არა და საერთო წარმომადგენლობით და დიდ გუნდურ ფოტოშიც საქართველოს ყოველთვის წარმომადგენელი ბატონი ლაშა იყო იქ წარმოდგენილი ფოტოსაც ხო როგორც წელს შარშანაც და ასე შემდეგ.
აი შარშანდელი კონკრეტიკა რო ავიღოთ, შარშანდელმა შეხვედრებმა 180, 280, 80, 950 ადამიანთან ერთად რა შედეგი გამოიღო, ვინ იყო ამ შეხვედრაზე, როგორი უკავშირები მოხდა, როგორ დამუშავდა ნაწილები, როგორ წინ წავიწეთ, იმიტომ შეგახსენებ პერიოდს, ეს 28 ნოემბრამდე იყო, ხო? სამჩემი დაბადების დღის აღნიშვნა მოხდებოდა, ხო გახსოვს? მანამდე ჯერ ნაბახუსევზე არ ვიყავით და თავგატეხილები არ ვიყავით ჯერ ხალხი, იმდენად ბევრად. ანუ რა შედეგები იყო, რა მემორანდუმების დონეზე მაინც, რა სადღეგრძელოების დონეზე იყო, რომელ სადღეგრძელოზე გაჩერდნენ მაშინ იქიდან, აი ეს ინფორმაცია რო ავიღოთ. ვეცად ახლა მომეძიებია მე საჯარო წყაროებით ეს ყველაფერი და არის. პირადი წყაროვითაც რო თავ შევიკავებ ამის გაჟღერებისგან, იმიტომ რომ ჩემი ბრიტანელი პარტნიორებისგან არ მაქვს ამაზე დელეგირება საუბრის და აქენა გამომდინარე ჯობია, მაგრამ აი ამ პასუხით მე მგონი უკვე გაცემულია წლევანდელ დღემდე მოსვლით. დღევანდელი დღიდან იქით უკვე დაველოდოთ, ნახოთ რა ინტერესი იქნება, იმიტომ რომ მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია კიდევ ამ 4 თვეში ნოემბრიდან დღემდე მაგალითად განსაკუთრებით დეკემბრიდან და ამბებიდან განცხადებებიდან მე არ მაქვს საუბარი აქციაზეც ემატყეპაზე და ასე შემდეგ იმ საუბრებიდან იმ ინსტიტუციური არ გატარებული გადაწყვეტილებებიდან და შეჩერებული რეფორმებიდან რომელზეც პასუხისგებლობა ჰქონდა აღებული სახელმწიფოს ოდესღაც და რომელიც იყო მენტორობიდან, მეგობრობიდან, პარტნიორობით ამ ფინანსურ ინსტიტუტებთან. ეს იყო ევრობანკი, ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდი თუ სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით მსგავს ღონისძიებებზე EBRD-ის წლიური შეხვედრა, როგორიც არის, ასევე road show-ები, რომელი უფრო ჭარბობს, რაზე უფრო საუბარი, პოლიტიკა თუ ეკონომიკა და აი იქ რომ იყოთ, ახლა დაახლოებით ყველა ფიქრობთ ხოლმე, ხო, თქვენც რომ მოდიხართ რა კითხვა შეიძლება მე დავსვა და მეც ფიქრობ რა პასუხები შეიძლება მივიღო. რა ხდება საქართველოში? საგარეო კურსზე არ სვამენ იქ კითხვებს აუცილებლად და როდესაც ევროპელი ინვესტორი იღებს გადაწყვეტილებას, იქ მას აინტერესებს დაბალი საგადასახადო წნეხი, კიდევ ძველი გზავნილები, რითაც თავს იწონებს თავრობა და სამწუხარო წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული ასე არის, რაღაც იაფი მუშახელი იყო ადრე, ახლა ეგეც არ გვაქვს. ეგ არის მთავარი თუ ფისკალური დისციპლინა თუ საით მიდის ეს ქვეყანა და მარტო რჩება თუ ვისთან რჩება? რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი ეს ცალკე აღებული არ განიხილება ეს თემა. პოლიტიკა და ეკონომიკა არის ერთად და ეს ყველაფერი, ყველა ინვესტორი იქნება თუ სახელმწიფო, ამ შემთხვევაში კერძო ინვესტორი თუ საჯარო სახელმწიფო ინვესტორი, რომელიც სახელმწიფოც დებს და მაგალითად ამერიკის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორები, ანუ როგორც ქვეყნის არის იაპონია და ჩინეთი და ასე შემდეგ და ახლა ზუსტად ამ სატარიფო ომში პოდიშ სტრო გადაუხვე, ყველაზე დიდი გაღვიძების ზარი ამერიკისთვისაც ყველაზე მთავარი იყო, იქ გახდა იაპონია, რომელმაც ამ გრძელვადიან ბონდებზე, ანუ სახაზინო ვალდებულებებზე გამოთქვა შფოთვა და გამოთხოვაზე დაიწყო საუბარი და რეალურად ამან დააშოშმინა ცოტათი და დააცხრო ეს დუღილი რაც გაურკვევლობა. ზუსტად იგივე ნაწილია ეს ეკონომიკური იყო თუ პოლიტიკური ნაბიჯი იაპონიის მხრიდან. ხო, ანუ ორივე არის და ეს არის თანაბრად და ორივე არის ძალიან საიველი რო ძალიან ისეთი ქირურგიული, მიკროქირურგიული სიზუსტის მართვის ობიექტი, ასე ვთქვათ. ამიტომ ჩვენ როგორც არ უნდა მაგარი სუპერ მაგარი საგადასახადო სისტემა გქონდეს, მე ხუმრობდი ხოლმე როცა მიწევდა ამაზე საუბარი, ძველი ბერძნული თუ რომაული გამოთქმა ადამიანი ვერ გაექცევა ურ რამეს სიკვდილს და გადასახადებს. და ინვესტორებთან როცა ქონდა საუბარი, ამბობდნენ ლეგალურად საქართველოში ჩვენ შეგვიძლია გადასახადებს გავექცეთ სიკვდილის გარდა და მაგაზე ჩვენი მეცნიერები მუშაობენ თქო რა. და რასაც მე საღამოს გადაყვანე. იმიტომ რეალურად ჩვენ ოდესღაც ვიკვეხნედით რომ მქონდა ძალიან გამჭვირვალე საგადასახადო სისტემა, მხოლოდ 5 გადასახადი, თუ ბიზნესში მოიზნე რაღაცები, რეიტინგი ხუთი ადგილზე მთელი ამბები. ნუ ეს რეიტინგები, რა თქმა უნდა, იძლეოდა იმ საშუალებას, რომ შენ დაიწყო საუბარი. და ეს არის პოლიტიკური კონტექსტი, ეს არ არის ბიზნესის და ეკონომიკური თემა. ეს რეიტინგები, რომელიც მე იცვლება ადრე doing business-ი ერქვა, ახლა B, რაღაც სხვადასხვა სახელებით, რომელიც ასევე არ ასახავს იმ რეალობებს, მაგრამ პირველადი, ანუ
რაღაც 33-იანი ლიფტში გასაუბრების ეფექტია, ხო, დაახლოებით ეს ნაწილი რომ ხომ არ დაგვიძველდა ეს სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დაძველებულია, ძალიან გადაუხედა და ან რეალობა რადიკალურად შეცვლილი, ხო? ანუ ჩვენ რასაც ვცდილობთ რომ გაგვეყიდა ეს არ მინდა ეს დისკრიმინაციული ტერმინი ვიხმარო რაღაც მუშახელთან დაკავშირებით, ანუ შედარებით ხელმისაწვდომი კონკურენტული მუშახელი აღარ აყვავს. კონკურენტულები ელექტროენერგიის საფასო ნაწილში, სტაბილურობის ნაწილში, გარემოს ნაწილში, საქმიანი პოლიტიკური, ეკონომიკური საგადასახადო ნაწილში არა ვართ აღარანაირად, იმიტომ რომ ის კი არა რომ შეიძლება მოდი ცუდი ტიპი ხო მაინც ხო ვიცით ხო და მანჯური შპიონი რო ვარ მე, მაგრამ ის კი არ ვთქვა რომ ჩვენ გავაფუჭეთ რაღაც ან ჩვენ ხარისხი დაგვიძველდა რაღაც. ჩვენ უბრალოდ ბოლო 12-13 ან განსაკუთრებულ 5 წლის მანძილზე კოვიდის შემდეგ უბრალოდ აღარ გავაკეთეთ არანაირი ევოლუციური განვითარება, რევოლუციური განვითარება საერთოდ საუბარი არ არის ბოლო რაღაც თუ შევხედოთ, მაგრამ ევოლუციაც გავაჩერეთ ჩვენ. ამ დროს ჩვენმა სამეზობლომ ახლო შორეულმა ძალიან შორეულმა რაღაცები შეცვალეს, რაღაცის ადაპტირება დაიწყეს, ვიღაცამ რაღაც გამოიგონა, ვიღაცამ რაღაცა შეიძინა, დავცინით ყოველთვის რაღაცა კლინობით თუმცა ჩვენი ეკონომიკა ყველაზე სწრაფად იზრდებაო, კი პასუხობ. კი, რა ძალიან მაგარია, იზრდება, კი, ეს არის ფაქტი, მაგრამ და მოცემულობა, მაგრამ ეფექტურობაზე ცოტა სხვა რაღაცა ხო არის ესეთი ძალიან კარგი ტერმინი, ეფექტიანობა და ეფექტურობა, ხო? ჩვენი ეკონომიკა ეფექტიანად იზრდება, მაგრამ ეფექტურობის ხარისხი, ანუ რამდენად სარგებლიანი შეიძლება იყოს ის საქართველოს მოსახლეობისთვის, აი მოდით ამ ნაწილში მივიჯერო და რამდენად მდგრადია, ეს არის მნიშვნელოვანი რომ შევხედოთ. то ვაშლი შედარება ცნობილი ტერმინია, მაგრამ ვაშლები ერთი და იგივე ფორმის ვაშლებშიც არის სხვაობა, ხო? ანუ უკვე შენ მიდიხარ არა გარედან, ან გინდა გაიგო შიგნიდან რისგან შედგება. და იქ კი რაო რაღაც ქიმიურ ანალიზს ისე საინვესტიციო კლიმატზე ვიდრე გავაგრძელებთ საუბარს, რადგან ეკონომიკაზე ჩამოვარდა სიტყვა რამდენიმე თვის წინ, როცა იყავით წერტილის სტუმარი და არა მარტო თქვენ, უფრო იყო პროგნოზები და მოლოდინები, რომ თანდათან პოლიტიკური კრიზისი დაეწევა, ეკონომიკური კრიზისი, უკვე შეიმჩნევა დეპრესიის ნიშნები ეკონომიკაში და ასე შემდეგ. მაგრამ რიცხვებში არ ეტყობა და ძალიანაც კარგი, რომ რიცხვებში მაინც გაქვს მაღალი ზრდა. რითი შეიძლება აიხსნას? მე არ დავითანხმებოდი რომ რიცხვებში არ ეტყობა ეს ყველაფერი და მოდი ახლა ვეცადოთ რომ ხაზებს შორის შევხვდეთ, იმიტომ კიდევ ერთხელ მე არც ნიშნის მოგებით ვამბობ, არც მართლა მანჯურიის ამ შემთხვევაში შპიონი ვარ, არანაირად არ მინდა ეს, იმიტომ მე ამ ეკონომიკის ნაწილია, მთელი ჩემი ოჯახი, მთელი ჩემი წინაპრები ზეციური საქართველოსდან არსებულიდან ვართ ამ ქვეყანაში, არსად არ ვაპირებთ რაღაცა გადაბარგებას, არის მცდელობები რომ რაღაცა ფიზიკური ზიანი მოგვაყენონ და ოკეი, გავატარეთ, იმიტომ რაღაც ქვეყნის ინტერესის რაღაცის არის და კიდევ ვცდილობ რომ რაღაცა გავაკეთო და ვეცდები აუცილებლად ყოველთვის. მთელი ჩემი როგორც სუბიექტურად ნიკოლოზ ზალავიძის განცხადება ესეთია სტეიტმენტი და გაიგონა. მაგრამ ხაზებს შორის რომ შევხედოთ, აი ეს ზდარაზე დგას ეკონომიკური ზრდა, იმიტომ ამას მე კი არა, იგივე ის 180 ადამიანი ინვესტორი ბჭყალებში, ვინც კი არის და თუ არის რეალურად, პირველი pitching-ი თუ იქნება მათთვის საინტერესო და შემდეგ უკვე დეტალებზე გადავიდეთ, იმიტომ დარწმუნებული იქ ისეთი ადამიანები იყვნენ, იგივე საბანკო სექტორის წარმომადგენლები, ოლიგოპოლიური, მაგრამ ძალიან დიდი და წარმატებული, ასევე რამოდენიმე ძალიან მსხვილი, კარგი წარმატებული ბიზნესი, ძალიან წარმატებულია ძალიან კარგი ადამიანები და მათ შორის რამოდენიმე ჩემი მეგობარიც, რაც ძალიან მიხარია, რომ ისინი იქ არიან და ცოტა იმედიანად ვარ ამ იმაში. უკვე მოუწევთ იმათ აი ამ ხაზებს შორის დიალოგზე გადასვლა ამ ინვესტორებთან, მათ ანალიზებს. და აი ხაზებს შორის რა სიკეთე შევიხედოთ, ხო ეს სტაბილური მაკროეკონომიკური ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრები, ბლა ბლა ბლა. ფისკალური დისციპლინა რა კარგია, კი არის, მაგრამ რას ედგას ეს ზრდა? პირველი კვარტალი რისგან შედგებოდა, ხო არის ძირითადი პარამეტრები, ანუ ვალუტის შემოდინება, რომლის ვალუტის შემოდინების წყაროები რა გვაქვს, ხო, ეს არის იმპორტი და ექსპორტი. ამ შემთხვევაში ექსპორტი თუ ჩვენ გავყიდეთ რაღაცა შემოვიდა, მაგრამ ჩვენი იმპორტი, ჩვენ გვაქვს დეფიციტური საგადამხდელო ბალანსი, ანუ ჩვენი იმპორტი ბევრად აჭარბებს ექსპორტს და ეს ძალიან დიდი გეპია და ძალიან ცუდი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვჭირდება დამატებითი წყაროები და ლოცვებიდან გავაძლიეროთ, რომ ვალუტა მოვიზიდოთ და ამ ვალუტის მოზიდვის ერთადერთი წყარო იყო ეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობა, სადაც ლიდერია ეს მონეტარული ფონდი, რომელიც
ფინანსთა მინისტრის პოზიციაში ვინც არის ახლა ის ერთ განცხადებას აკეთებდა ლონდონში, ძალიან კარგი განცხადება იყო და მივესალმები მხოლოდ ამას, მაგრამ მისი პირველი მოადგილე საპარლამენტო კომიტეტზე აკეთებდა რადიკალურად განსხვავებულ განცხადებას და სუპერ დამაზიანებელს ჩემი სუბიექტური აზრით. თუ ამ ჩვენ გონია რომ თანამედროვე ტექნოლოგიების სისტემაში fact-checking-ი და ავტომატურ რეჟიმში გადათარგმნა არ ხდება და ამ ინფორმაციას ხელოვნური ინტელექტით ცოტა ოდნავ კარგი კომპიუტერი არ მისცემს დაინტერესებულ ინვესტორს ძალიან ცდებიან და მინდა უთხრა რომ ეს ტექნოლოგია არსებობს დიდი ხანია უკვე და თუ არ იცოდნენ აქამდე იცოდნენ და მე ჩასაფრებული პოზიციიდან არ ვარ მაგრამ ჩემი ქვეყნის შემტკივა ეს წყარო გამოვრიცხეთ ხო უარი ვთქვით არ გვინდა თქვენი თვითმიზანი არ არის მანანები და შმანანები არ არიან და ოკეი 300 მილიონი უცბად მოვხადეთ ვალუტა ამას მთავარი შემოდინების წყარო ჩვენთან კიდევ არის რაც თვითონ ექსპორტია მაგი ვთქვით რომ ნეგატიური ბალანსით არის და რემიტენსები და ტურიზმი. ტურიზმი შემცირებულია თანხაში და ძალიან დიდი ბიზნესები ჩვენ გვესმის რომ ჯამურად გაზრდილია. წუხან იმაზე რომ სახელმწიფოს თხოვენ რომ აი დაგვაფინანსეთ და იმიტომ ძალიან დიდებს რა თქმა უნდა, იმიტომ აქებენ და ადიდებენ მთავრობას რომ იმან მე იმას რაღაცა მისცეს და წავიდეს, არახალია და მარტო საქართველოში არ ხდება, მაგრამ საშუალო და მცირეები რა თქმა უნდა ზიანდებიან, არანაირი საგადასახადო შეღავათი მათთვის არ მუშაობს და მე პირადად მაგ გამოცდილება რაღაც მიუვალში ჩვენი ბიზნესი გამომდინარე ვიხდით ყველა გადასახადს და გაუგებარია კიდევ რაზე მაგრამ ოკეი როგორც თქვი ბერძნები ამბობდნენ და რომაელები მაგ ამბავს და ისინი ვერ გაექცნა მე სად გავიქცევი და რომ გავაქცევ თავარი კიდევ ამ ნაწილში ანუ რაზე დგას ჩვენი ეკონომიკა რემიტენსები ანუ უცხოეთიდან ჩარიცხული თანხები პირველი სამეული ჩვენი შემოსავლების იყო საერთაშორისო ინსტიტუციური დახმარება, ეს იყო სესხები, საგრანტო პროგრამები რაღაცა ჩავხსენით. მეორე ამ შემთხვევაში გახდა და უკვე პირველი გახდა რემიტენსები, რაც 2024 წელს თითქმის 3.3 მილიარდი დოლარის ეკვივალენტი იყო. ეს არის ის ადამიანები, დეიდები, მამიდები, ბიძები, ახალგაზრდები, ვინც საზღვარგარეთ მუშაობენ ლეგალურად, არალეგალურად, მაღალი ეფექტურობით, დაბალი ეფექტიანობით და ასე შემდეგ და აგზავნიან სისტემატურად თანხებს საქართველოში. მათი ოჯახები ბიზნესის შიგნითნიკა, აი თქვენს აქტიური ბიზნესმენი ხართ, ინვესტორი ხართ, აი თქვენს მაგალითზე რო გითხრათ, სად დებთ ფულს, ან როგორ გეგმავდით და როგორ გააგრძელეთ ინვესტირება, ან რომ გქონდეთ რამდენიმე ათეული მილიონი ან ასეული დღეს რომელ სფეროში ჩადებდით ფულს, უჩადებდით საერთოდ? მე ცოტა სპეციფიური ინვესტორი ვარ, რომელიც გავლენაზე ორიენტირებულია და აქამდე ასაც ვდებდი და ასაც ვაგრძელებ, არის გავლენის მოლოდინით, ეს არის გრძელვადიანი ინვესტიცია, რომ რაღაცა საერთო გრძელვადიანი, სტაბილური და მდგრადი ეფექტი ქონდეს ამას და ჩემი პორტფელი არის როგორც სოციალური საწარმოებით, ისე არატექნოლოგიური სტარტაპებით, რაღაც გარემოს გაუმჯობესებით და ისეთი პროექტებით, როგორც ალტიჰატია და მსგავსი, რომ რაღაც ცოტა უფრო მეტი ცნობადობა გაიზარდოს და ამაც უფრო მეტი უკუგება მოუტანოს ქვეყანას უფრო სხვა პერსპექტივიდან და გლობალური პრობლემებისზე რეაგირებით. ანუ ისეთი გამოთქმაა კარგი, იაზროვნე გლობალურად, იმოქმედე ლოკალურად, რიცით ხელმძღვანელობ მეც და ჩემი რამოდენიმე პარტნიორიც და თუმცა ეკონომიკური აქტივობა და წმინდა კაპიტალისტური თანხის ჩადებით საქართველოში მე ცოტა გამიჭირდებოდა ახლა თქმა უნდა მე პირადად არა ვარ დიდი მოყვარული ამ real estate development-ის რომ შევხედოთ ჩვენს აქტივებს და ჩვენი ქვეყნის აქტივობებს და რა დარგში ვაქტიურობთ. აი მოდი ეს პირველი ნაწილი დავამტო, რაზეც ვდგევართ, ხო? რეალური ეკონომიკა რაზეც დგას და სტაბილური. კი, ეროვნული ბანკი, ფისკალური დისციპლინა, ამ დონეზე კორუფცია საკმაოდ დაბალია და ხელშესახები არ არის და მეტნაკლებად კონტროლირება ხდება. იგივე რეზერვებით მანიპულირება, კარგი გაგებით ან რაღაცა ხა შეივსო რეზერვებს გვაქვს, კარგია, მაგრამ წლის ბოლოს 800 მილიონი, 790 მილიონი დოლარის დაფარვა გვიწევს წელს და მომავალ წელს მილიარდ 300 მილიონის და განახლება ევროობლიგაციების, იგივე ევრობონდების. ამიტომ და ეს კონტექსტი რომ შევხედოთ ჩვენ, აი რო ვთქვით, აი ხაზებს შორის კრიზისია, კი, იმიტომ რომ უკვე უნდა იყოს დაწყებული ამაზე საუბარი, ამ განახლებაზე და თუ შევხედოთ უკვე უფრო დიდ პრიზმაში, გლობალურ ეკონომიკას რა ხდება, ხო, იგივე ამ სატარიფო ომმა და ამან გამოიწვია, ამ მოვლენებმა გამოიწვია გლობალურად ეკონომიკის კორექტირება, მოდი, დაახლოებით 6
მილიონი და ჯერ ეს თანხა მცირედით წამოიწია, მაგრამ საპროცესო განაკვეთები არის სხვა, რეალობა არის სხვა, ომის ვითარება უკრაინასთან მიმართებაში რადიკალურად იცვლება მოსალოდნელი პოზიტივის ხარჯი და იმედია რომ პოზიტივი წარმოდგენის შეჩერებაც ის არის და აქედან გამომდინარე ჩვენ ვართ იმ რეალობაში როცა არა ყავს საერთაშორისო მოწესრიგებული პარტნიორი, რომელიც ამ ფისკალური დისციპლინის და ფისკალური დახმარების ნაწილში ვისაც მიმართავდით, მაგალითად ომის დროს იყო, IMF-ი მარო მისფად მოგზაურული, ან კოვიდის დროს, როცა იყო პანდემიის დროს, როცა მივიღეთ ეს შეღავათები, რომელსაც ჩვენ ვაგინებთ, ვაფუძხებთ და deep state-ებს და ომის პარტიებს და რაღაცებს ოფიციალურად შევრაცხეთ. ხო ეს ხო არ არის ნიკას სუბიექტური ახირება, ეს არის სახელმწიფოს სათავეში. ამ სიტუაციაში ძალიან ცოტა დრო გრჩება რის ჩამოტანას შეძლებს ან რაღაც ხელშესაღები შეიძლება ჩამოიტანოს ოცნების მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა გასაგებია რომ იქ არ ხდება ეგრევე კონტრაქტების გაფორმება ბევრი მილიონიანი ინვესტიციაზე მაგრამ როგორც დასაწყისში აღვნიშნე სანქცირებულ მთავრობას რომელსაც არ აღიარებს არავინ და ვართ იზოლაციისკენ, ანუ უბრალოდ მართლა კალენდარული რუტინაა, ვალი მოიხადეს, თუ შეიძლება იქ ვინმე დაარწმუნონ. მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩამოტანაზე არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია, არანაირად არ დააზიანონ ქვეყანა მეტად. არაფერი არ ქნან ისეთი უარესი და თუნდაც ის ჩამოვიდნენ უსაფრთხოდ კარგად, იმედია რომ იქ კარგად მოიარეს, ამინდიც კარგით დახვდა ლონდონური, ძალიან დიდ წვიმაში არ მოყვლენ, ძალიან არ დაიზიანეს თავი, იმიტომ რომ იქ იმ სფეროში, იმ ეკოსისტემაში, ვინც ოპერირებს, ეს სამი ქართული კომპანია, ანუ საქართველოს ბანკის ჯგუფი და ეს არ დაგვაწესებს ჯგუფი, რომელსაც სომხეთში და საქართველოში აქვს საბანკო ბიზნესი, TBC ჯგუფი, რომელსაც საქართველოში და უზბეკეთში აქვს ბიზნესი და ორივე იმის გარდა რომ საქართველოში ოლიგოპოლი და დუოპოლიაში არიან, აქაც რაღაცა შეიძლება ცვლილებები მოხდეს, რაც ძალიან კარგი იქნება თუ მოხდება ამ სექტორში და საქართველოს კაპიტალის ჯგუფი, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნეს ინვესტიციები აქვს, ეს ხალხი კარგად ოპერირებს. იციან გასაკეთებენ და იქ არიან და იქ უნდა იყოს. ასევე არიან რამოდენიმე მართლა ძალიან წარმატებული და კარგი ბიზნესმენი ენერგეტიკის დარგიდან განსაკუთრებით. მე არ მაქვს საუბარი იმაზე ამ ეთიკურ მომენტზე, ამ შემთხვევაში ბიზნესის კეთების და აქ მაღალი და დაბალი, ამ შეგნებულად შევიკავებ თავს ამაზე საუბრის განვითარების სალკე განხილვის თემაა. ახალი ინვესტორების მოზიდვა გაუჭირდებათ და დავასრულოთ. მაგა კიდევ ერთხელ რა აცადონ ამ ხალხს ვინც საქმე იცის მოცავი საქმე გააკეთონ და იმედია რომ არაფერს ახალს არ გააფუჭებენ. ან ამ ხალხმაც მარტო იაროს, იმიტომ რომ მსგავს ინციდენტებს არ ქონდათ ადგილი, ალბათ რთულია, მაგრამ არა, ოკეი, იწვება ბიუჯეტის ფული, ასე შემდეგ მიდის, მაგრამ აქ შეიძლება უარესი შედეგები დადგეს და ეს არ გვინდა რომ ინციდენტი რაც გავრცელდა სოციალურ ქსელში. სულ 1 წუთი გრჩება და ძალიან მოკლედ დაზიანებაზე ვსაუბრობდით ქვეყნის და ზურა პოლოლიკაშვილის სკანდალზეც მაინტერესებს თქვენი აზრი. ძალიან მძიმე შეფასება მაქვს როგორც პირადად, იმიტომ ზურა ჩვენ მეგობარია, ჩვენ 20 წელზე მეტია მეგობრობთ, ძალიან ახლო მეგობარია, ძალიან დიდი გულშემატკივარი ვიყავ როგორც ჩვენ, მაგრამ მოდი ეს პირადი ეგო და ემოცია რო გადავდო და როგორც რაღაცა სივსისხლი თქვა, ეს არის უკიდურესად დაუშვებელი რაღაცა, უკიდურესად დამაზიანებელი ფაქტი, რაც მოხდა, როგორც მოხდა, როგორი ფორმებითაც და როგორი შეფასებებითაც იმ ადამიანების მხრიდან, ვინც თავის თავს უწოდებს ამ ქვეყნის მმართველებს, სრულიად მიუღებელი. ესეთი რაღაცა ყველაზე იაფასიანი ბიუჯეტის, ყველაზე იაფასიანი რაღაც კომედიურ ფილმებშიც კი არ არის ხოლმე, ესეთი მდარე რაღაცა. გასაგებია შეიძლება რაღაცას არ მოსწონს, ეს იყო სახელმწიფოს პრეროგატივა, რომ წარადგინოს კანდიდატი, ვინც ამ უმაღლეს თანამდებობაზეა და ჩვენი 3 მილიონი ნახევრიანი ქვეყნისთვის 190 ქვეყანას შორის გაეროს წევრი არის 97, სადაც 80 ქვეყანაა, მათ შორის ძალიან დიდი განვითარებული ეკონომიკების არიან გადაწყვეტილების მიღებები, ვისთანაც ზურამ დამოუკიდებლად ესპანეთიდან გამომდინარე, მის ელჩობის პერიოდიდან გამომდინარე, შეძლო და გაიმარჯვა და ახლაც გამარჯვებული იყო ამ არჩევნებში. უცბად რაღაცა გაუგებარ მანევრს აკეთებ და ესეთ გაუგებარ ახსნებს აკეთებ. იმიტომ კიდევ ერთხელ შეიძლება რაღაცა, კი ისეთი ლичный приятность პეტრა პრემა ქუშატნე მაგო როგორც იმ ცნობილ ფილმში არის, ხო? ფორმა უნდა მოძებნო, იმიტომ აქ ხო ზურაზე არ არის, ნიკაზე არ არის, აქ არის ქვეყნის მომავალზეა. ახლა ოკეი, არ გვინდა, არა ვართ, არ ვიქნებით.
და ძალიან მძიმედ ვიქნები წარმოგიდგენთ, იმიტომ იმ 80 ქვეყნიდან, ვინც არჩევნებში იღებს ხმას, 67, ვინც ყარად და მჭიდროდ უჭერდა ხარს და უკვე განწყობილი იყო ამ არჩევნებისთვის და მათ თავისი აგენდა ქონდათ დაწყობილი, ჩვენ მივიღეთ იქიდან მინიმუმ 30%-ისგან უკვე ძალიან მკვეთრი მტერი. და ეს არ არის ჩვეულებრივი. ემირატებს უჭერთ მხარს და რას მოგვიტანს? იქნება ემარის ინვესტიციას დაველოდოთ. კი, დაველოდოთ ემარის ინვესტიციას. წერტილი რას დაუსვათ ამჯერად? აი ესეთ, აი ახლა ასეც ვისაუბრე, ესეთ აი უმეცარ გამოხტომებს, ვინც არ უნდა იყოს, სადაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს, ესეთი ტიპის დაზიანება არის კატეგორია. ეს რა არის, იცი რომ აი ეს გალაქტიკურ ეპოსს შემორჩება რა. ესეთი როგორც გიორგი სააკაძის ცნობილ ფილმშია, ხო, ყველას ახსოვს ის პერსონაჟი. სიკვდილის წინ ორ სიტყვას ქართულს მეზარბაზნები არ ყავთ. აი ეს მაგდონის მხატვრული შეფასებით, მაგდონის დაზიანებებს უნდა დაუსვათ წერტილი. დიდი მადლობა. მადლობა, ეს ზურას ამბავს, ეს ბოდიში რო ეს ემოციური ვარ, მეტი ძალიან მაქსიმალურად ვაკავ თავს დამიჯერეთ. მადლობა ნიკა, საინტერესო ინტერვიუსთვის ტრადიციულად. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს პასუხობდა ბიზნესმენი, ანალიტიკურ ცენტრ GeoCase-ის მრჩეველთა საბჭოს წევრი ნიკოლოზ ალავიძე. მეორე შაბათამდე გემშვიდობებით.